მე მინდა რომ ყურადღება მივაქციო ერთ გარემოებას. რომ ფაქტიურად ჩვენთან აი საქართველოს რო ავიღოთ, ხო? სვანეთში კვირიკობა არის განსაკუთრებული დღე. მთელი სვანეთი იკრიბება, რაღაც განსაკუთრებული თაყვანისცემაა, რომელსაც ვერც კომუნისტურმა რეჟიმმა ვერაფერი ვერ დააკლო და სულ აღესრულებოდა და ეს არის რაღაც უმთავრესი საოცავი, აი სვანებისთვის. და შეიძლება დღეს არც იციან კარგად, ეხლა კი იციან უკვე, მაგრამ იმ პერიოდში, როცა ეს თაყვანისცემა აღესრულებოდა და ეკლესია არ იყო ესე იგი ძლიერი ამ კომუნისტების პერიოდში, არც იცოდნენ კარგად ვინ იყო ეს კვირიკე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს თაყვანისცემა დარჩა და აი მე მინდა რომ ესეთი კითხვა დავსვა, რომელიც სულ მეტრიალებს თავში, რომ მე თითქოს არ ვიცი შემთხვევა ეკლესიის ისტორიაში, აი ხო ყველა წმინდანი და ყველა მოწამე განსაკუთრებულია და ყველგან გამოჩვევა. მაგრამ ეს რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა. მე არ ვიცი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა მოწამის. შეიძლება არსებობს, მაგრამ ეს კვირიკე 3 წლის კვირიკე ითვლება ქრისტიანულ მოწამეთან, რომელმაც აბსოლუტურად სრული შეგნებით მიიღო ქრისტე და აღიარა. ანუ ქრისტიანობა აი რა არის, აქედან ჩანს ძალიან კარგად. და ასევე ქართველები როგორები არიან, როგორები იყვნენ ალბათ, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ რა ვიცი გვინდა, მაგრამ შეიძლება არა ვართ ეს და ვერა ვართ ესეთები. წარმოიდგინეთ, როგორი ხალხი ვართ ჩვენ და როგორები უნდა ვიყოთ, რომ 14 წლის ახალგაზრდა ქალისგან მოვისმინეთ. კი, რა თქმა უნდა, ანდრია მიქადაგა მანამდე, მაგრამ საბოლოო ჯამში 14 წლის ეს ერთ-ერთი ვახტანგ გორგასალს კითხეს ერთხელ, რომელი ქვეყნიდან ბრძანდებითო და უთხრა, რომ მე იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც 14 წლის კალწულმა მოაქცია ქრისტიანობაზე და ესე იგი ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, შეგვეძლო ყოველ შემთხვევაში 14 წლის კალწულისგან შეგვეძლო მოგვესმინა რაღაც და მიგვეღო ის რომ თელიერი ქრისტიანი გამختارიყო და ერთ-ერთი მთავარი წმინდანი, ვინც ჯარი და რომელსაც ესეთნაირად თაყვანს ვცემთ, როგორც წმინდა კვირიკეს, წარმოიდგინეთ 3 წლის ბავშვია. ხო და აი ქრისტიანობა როგორია, ქართველობა როგორია, მე ვფიქრობ აქედან ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი.